შუადღემშვიდობის მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს უწყვეტი პროტესტის 23 დღე არის და მართლა ყოველდღიურად შევდივართ ეთერში. დაუჯერებელი რიცხვი არის მართლა. სადამდე გაგრძელდება საინტერესოა ისე. მე ზუსტად ვიცი სადამდე გაგრძელდება მანამ სანამ ამ ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი რიცხვი მაინტერესებს რას ვიტყვით. რთულია ეს პროცესებში ვერ შევალთ, მაგრამ ეს პროტესტი დანამდვილებით შემიძლია თქვა, ჩემი აზრია, მაგრამ მაინც მგონია რომ ეგრე იქნება იმ მუხტიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში გაგრძელდება მანამდე სანამ არ იქნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ნეიტრალური ცესკოს ადმინისტრაციით და შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ნეიტრალური ადმინისტრაციით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ამ ქვეყანაში როგორ ტარდება არჩევნები და ნულოვანი ნდობა აქვს არჩევნებს ჩატარებულს, სადაც ისევ იგივე ადმინისტრაცია იქნება ცესკოში და შინაგან საქმეთა სამინისტროში და სადაც ბიზინა ივანიშვილი კიდევ ფაქტორი იქნება, ამიტომ სანამდე არ გათავისუფლდება ყველა რეჟიმის პატიმარი. ხო და ამაზე როცა საუბრობთ ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის რომ ეს არ არის საუბარი გასულ 23 დღის განმავლობაში დაკავებულ უდანაშაულო დემონსტრანტებზე. აქ როდესაც საუბრობთ რეჟიმის ტყვეებზე, საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გასული წლის მარტის აქციების დროსაც არიან დაკავებულები და ესეთი არაერთი ადამიანი არის, რომელიც დღემდე იხდის წინასწარ პატიმრობას და სპეციალურად არ უსჯიან მათ საბოლოო სასჯელს და განაჩენი არ გამოდის. ოკმელაშვილის პროცესი მახსენდება, როდესაც მას ახლა დეკემბერში ჰქონდა პროცესი, სადაც მას გადაუვადეს სასამართლო გადაიწია იანვრის თვეში, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთი მოტივი შეიძლება არსებობდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ის არ შეეწყალებინა მანამ სანამ რაღაც ეგრეთ წოდებული ახალი პრეზიდენტი არ დაიკავებდა მის ადგილს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ის თუ რა მოხდა გუშინ, ნახეთ ჩვენ მაგნიტსკის გაფართოება, სადაც ორი ქართველი ადამიანი მოხდა, ეს არიან კეზევაძე, რომელიც არის ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე და ასევე ვახტანგ გომელაური, რომელიც არის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი. მათ დაეკისრათ სანქციები და დღეს ვიხილეთ, რომ ვახტანგ გომელაური ბრჭყალებში დააწინაურეს ვიცე-პრემიერად. ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ცდილობს რაღაცა იმიტირებული ძალის დემონსტრირებას იმ ცოტა მხარდამჭერის მიმართ, რომელიც მას დარჩა ამ პროცესებიდან გამომდინარე და უნდა აჩვენოს თავის ემს, რომ ჩვენ ვითომ სანქციების არ გვეშინია, მაგრამ სინამდვილეში ყველას ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს სანქციები ძალიან მწვავედ ხდება თითოეულ იმ მაღალჩინოსანს, რომელიც ამ სანქციების ქვეშ ექცევა. და სანდრო, ძალიან ასე ვთქვათ, დღეს მივაქცია ამ ყველაფერს ყურადღება, რომ აი ამ ყველაფრის მიღმა რაც შენ ჩამოთვალე და ზოგადად პოლიტიკურ ფლანგზე რაც ხდება და შემდეგ საზოგადოებაში ყოფითი ასე ვთქვათ, ცხოვრებაში როგორ აისახება ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რომ ჩვენ ყველას მოგვივიდა SMS-ები იმის შესახებ, რომ მოვიდოდნენ ჩვენთან და აღრიცხვა უნდა ჩაეტარებინათ, ანუ რამდენი მოსახლე ცხოვრობს რაღაც კონკრეტულ მისამართებზე და მოკლედ არავინ როგორც ჩანს კარს არ უღებს ამ ადამიანებს და არენდობიან, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ კარზე დაგიკაკუნოს დღეს ვიღაცამ და ენდო და კარი გაუღო, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა იყო, რომ გაზის ინკასატორად ასაღებენ თავებს და სახში უვარდებიან ადამიანებს და ესეც რაღაცნაირად მოწმობს იმაზე, როგორ იშლება სისტემა, ვთქვათ, პოლიტიკურ ფლანგზე და როგორ ვრცელდება ეს ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ ნდობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და დაცულობა, რომ კონდეს შენს ქვეყანაში, შენი ასე ვთქვათ, არ ვიცი, სახელმწიფოსი, ეს საყრდენი გამოგვეცალა ხელიდან, იმიტომ რომ დღეს ღმერთმა არ დამაჭიროს, მაგრამ თუ დამჭირდა პოლიციის გამოძახება, ვერ ვიძახებ პოლიციას, სასამართლოში თუ დამჭირდა მისვლა და იმედი მაქვს, რომ არ დამჭირდება არასდროს, ვიცი, რომ იქ ზუსტად ვერ დამეხმარება და სამართალს ვერ ვიპოვი, რაღაცას მთავაზობენ, რომ აღრიცხვა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში და აუცილებელია, რომ რაღაცა დოკუმენტები შედგეს და ამასაც ვერ ვენდობი და კარს ვერ უღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნდობა აბსოლუტურად დაკარგულია და სახელმწიფო სისტემა და სტრუქტურა მთლიანად არის ჩამოშლილი და როგორ აპირებენ ეს ადამიანები ისევ გაგრძელებას მუშაობის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. კი და გუშინდელი სანქციები მინდა ისე ვახსენო, ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმიტომ რომ კიდე ძალიან ბევრი ადამიანი არის იმ სიაში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ძალიან მალე, თუმცა ძალიან სწორად იქცევა ჩემი აზრით დასავლური
გამოყვა, რომ ამერიკაში შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, რომ ამას ეტაპობრივად აკეთებს, ეტაპობრივ ესკალაციას აკეთებს, იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად კიდევ გაფრთხილების ხასიათს ატარებს ეს ყველაფერი, რომ ნელ-ნელა ყველა ადამიანი მოხდება ამ სიაში თუ ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი არჩევნები. ხა ესეთი ფორმულირება ცხადი ამას არ აქვს, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ქუჩაში პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, თუ უმთავრესი არა, არის ის, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და მე ვფიქრობ, რომ ამ სიის გაფართოებას ვიხილავთ მომდევნო კვირეებში და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დასრულდება სანქციების ნაწილში და ძალიან ესეთი გუშინ ერთ-ერთი ქართული ცნების წარმომადგენლის წამოწდენები აქვთ, იმიტომ რომ რთულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში უწევთ მათ ყოფნა და ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიაზე გუშინ წამოწდენა ქონდა, რომ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე. მეორე საკითხია 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რომ მოვა, რატომ აქვთ მაგის იმედი, მაგრამ ეს პროპაგანდისტული ნარატივია და გზავნილია იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა თარიღი უნდა გამოკიდონ, რომ აი აქამდე თუ მივახცევთ, მერე ეს რაღაცები შეიცვლება. სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ სულ რომ ძალიან კეთილგანწყობილი იყოს ტრამპის ადმინისტრაცია ქართული ოცნების მიმართ, მაგნიტსკისიდან ამოშლა ეგეთი მარტივი ნამდვილად არ არის და ამას ძალიან ბევრი დრო სჭირდება. ამიტომ ვიზუალიზაცია რომ მოვახდინოთ ამ ყველაფრის, მე მიყვარს ხოლმე ეს ვიზუალიზაცია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მეხმარება სიტუაციის აღქმაში, რაღაცა სპირალია ლაბირინთივით, რომელშიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ღრმად შედის ეს არალეგიტიმური ხელისუფლება და საბოლოო ჯამში იქიდან გამოსვლა წარმოუდგენელი იქნება. ეს სპირალი რაღაცნაირად უფრო და უფრო დახლართული და უფრო ისეთი მძიმე ლაბირინთად იქცა. კი და საპროტესტო მუხტი ამის ფონზე მხოლოდ მზარდი არის, გუშინაც ძალიან ბევრი მარში ჩატარდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ ამაში მონაწილეობას, დღესაც ძალიან ბევრი იგეგმება და ხვალ საერთოდ არ ვიცი, თილის 11 საათიდან ღამის 9 საათამდე სულ სხვადასხვა მარშები არის, მათ შორის საქართველოს კუთხეების და რეგიონების მიხედვით არის, ვიცი რომ რაჭველების მარშიც არის, რომ მე სადაც აუცილებლად ვიქნები. 6 საათზე იქნება, თუ არ ზუსტად არ მინდა ლოკაცია შემეშალოს, ამიტომ დავაზუსტებ მაგას და ვიტყვი შემდეგ ბლოგში და მოკლედ პროტესტი არის მზარდი და მე ვერ ხვდები რა მზარდი და უკონტროლო, რაც ყველაზე მეტად აშინებს ზოგადად აი ასეთ რეჟიმებს, იმიტომ რომ მათ მაინც სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი აკონტროლონ, ყველაფერს შესახებ გქონდეთ ინფორმაცია და სწორედ ეს უპირისპირდება, ასე ვთქვათ, საზოგადოების მხრიდან, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მოულოდნელი არის ხელისუფლებისთვის ხოლმე ყოველთვის მათი ქმედებები და ეს კიდევ უფრო დამაბნეველი არის. და კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას მინდა ხაზი გაუსვა, დღეს ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც სიცრუეში ადანაშაულებს იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ, მათ შორის ჩვენ ეთერში იყო არაერთი ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ მოპარეს პირადი ნივთები, საფულით დაწყებული, ტელეფონით დასრულებული სამკაულები, საბანკო ბარათები და ასე შემდეგ, რომელიც არათუ დაბრუნებაზეა საუბარი, საერთოდ პოლიციაშიც საუბრობაზე, ჩვენ საერთოდ თვალით არ გვინახავსო, ეუბნებიან. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ამბობს, რომ არაფერ მსგავს ადგილი არ აქვს და ის ადამიანები ცრუობენ, ვინც ამბობს, რომ მათ პირადი ნივთები მოპარეს და თუ ვინმეს ჩამოართვეს, მათ აუცილებლად დაუბრუნდებათ. ყველა ადამიანი, ვინც დააკავა ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცავებმა აქციებზე, საუბრობს იმაზე, რომ მათ ტელეფონი წაართვეს და არ დაუბრუნებიათ. რიგ შემთხვევაში ის ტელეფონი ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე და ალბათ მაგ ტელეფონებზე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საუბარი, რომ ისინი მათ დაუბრუნებათ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ ფიგურირებს ნივთების ამოღება დაკავების დროს და უბრალოდ ქრება, შეიძლება სადღაც ვიღაცა ნაწილებად აბარებს ან რაღაც რისეტს უკეთებს ამ ტელეფონს და ყიდის. ამიტომ დღეს ვნახეთ ეს კიდე ერთი ცრუ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და თუ არ შევდები პუბლიკის რედაქტორმა გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ ნივთებისა, რომლებიც პუბლიკის ჟურნალისტებს ჩამოართვეს 20,000 ლარამდე არის დაახლოებით ამ ნივთების ღირებულება, რომელიც საერთოდ გამქრალია და მათ არ უბრუნებენ, იქნება ეს ფოტოაპარატები თუ მეხსიერების ბარათები თუ სხვა ნივთები, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობაში იყენებდნენ და ეს მხოლოდ ერთი მედია სააგენტოს ნუსხა არის, რომელიც გაქრა მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებზე იძალდეს ან დააკავეს ან ასე შემდეგ. ამიტომ რო აღარ ვისაუბროთ იმ რიგით მოქალაქეებზე და დემონსტრანტებზე, რომლებიც ჩვენ სტუდიაშიც იყვნენ და საუბრობენ იმაზე, რომ მათ ტელეფონები უბრალოდ წაართვეს და არავინ არ იცის სად არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცა სიცრუის მატირაჟირებელ ორგანოს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა მე მაინც მინდა რომ რაღაცნაირად პოზიტიური კუთხითაც შევხედო, რთულია პოზიტიური კუთხით შეხედო დღევანდელ ვითარებას, მაგრამ ძალიან ბევრი პოზიტიური, ასე ვთქვათ, მხარეებიც აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივცეთ თავს იმისი საშუალება, რომ აღქმა მოვახერხოთ, რამდენად ძლიერდება, ასე ვთქვათ, საზოგადოება და რამდენად იმპულსები იზრდება და რამდენად უფრო მრავალფეროვანი ხდება ეს პროტესტი. სალომე დადუნაშვილი არის დღეს ჩვენთან ერთად. სალომე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ მაინც საჭირო არის მიუხედავად აი ამ მძიმე კრიზისული სიტუაციისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პოზიტიური პატარ-პატარა წერტილები დავაფიქსიროთ და ამაზე ხშირად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს გაძლევს ყოველთვის, ეს პატარ-პატარა გამარჯვებები გაძლევს შემდგომში რაღაცნაირად ძალას და იმედი გეძლევა და ნიჰილიზმისკენ აღარ მიყავ. რაც შეეხება თავად პროცესს, ერთადერთი მკვეთრად უარყოფითი არის ჩემთვის ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ჩაგრული, ნაცემი, ნაწამები, დაკავებული სრულად უკანონოდ სისტემის მიერ და დღემდე მით უმეტეს ვინც რჩება საპყრობილეში. ეს რომ არ იყოს ჩემთვის ამ წუთში უკვე შეიძლება ვთქვა, რომ ეს პროტესტი, მთელი ეს პროცესი იყო უდიდესი აღმოჩენა, იმიტომ რომ აი თქვენც გიყურებთ როგორი ლამაზები ხართ პირდაპირ მნიშვნელობით ან ადამიანი როცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის სერიოზული წნეხის, სტრესის და დაღლილობის მდგომარეობაში და მერწმუნებთ ეს ადამიანები ნამდვილად ასე არიან და ყველა მით უმეტეს მის ტელევიზიაში მუშაობს, ყველა ასე. შინაგანი ბუნება ძალიან კარგად ჩანს ხოლმე და ისე ანათებენ ადამიანები თქვენც, აი ადამიანები რომლებსაც ყოველდღე ვხედავ, როგორი საინტერესო ნათელი მშვიდი სახეები აქვთ და მე ამაში ვხედავ უდიდეს გამარჯვებას უკვე და ჩემთვის ეს პროცესი უკვე პოზიტიურია, თუმცა მე ვიცი რომ უნდა დროზე გადავიდე ჩვენ შესანიშნავ სტუმართან, რომელიც გველოდება ჩართვით და არც მეტი არც ნაკლები ბრაზილიიდან უნდა ჩავთვლოთ არაჩვეულებრივი ადამიანი სანდრო კაკაბაძე რეჟისორი, მაგრამ თან მინდა აქვე ვთქვა უცებ რატომ მაინც ბრაზილიიდან, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორ გხედავს სამყარო, სოფლიო, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა საქართველოს მშვენიერი პრესა და იყო შთაბეჭდილება რომ სოფლიო ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ მე დღეს პირველად მიჩნდება ესეთი შთაბეჭდილება რომ სოფლიო არა მხოლოდ გვიყურებს, არამედ გვხედავს კიდევაც და მე მგონი აი ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით იმ ადამიანებს სწორედ რომლებიც ყოველდღე დგანან პროტესტზე, რომლებიც ესე ჭკვიანურად საუბრობენ და რომლებიც თავად ძალიან შემოქმედებით საინტერესო ადამიანები არიან და სწორედ მინდა რომ შორს მყოფ ადამიანებს, ვისაც ასევე აქვთ ესეთი შემოქმედებითი მუხტი და შეფასების უნარი აი ამ პროცესის სილამაზის მე ვიტყოდი, ვთხოვ რომ აი გითხრან როგორ ჩანს, როგორ გხედავთ ბრაზილიიდან სანდრო მოგესალმებით, მადლობა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი სანდრო კაკაბაძე. მოგესალმები და მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ. მაიკო როგორ ხარ, სალომე, გამარჯობა. გამარჯობა კიდევ ერთხელ. როგორ ჩანვართ, როგორ ბრაზილიიდან? Citra პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის, იმიტომ რომ ძალიან რთულია ესე შორიდან ყურება იმისა თუ რა ხდება თბილისში და ამაში რომ მონაწილეობას ვერ იღებ. მართლა ძალიან რთულია, მით უმეტეს როდესაც ტელიშენის მეგობარი და ყველა იქ არის, ხო? და ძალიან რთულ სიტუაციას ხედავ რეალურად. მე ძალიან მინდა დავეთანხმო ხა მაიკო და სალომეს რაც თქვეს, რომ თან ლამაზია იმას რაც ხედავ. როდესაც ხედავ რაც ხონერი საზოგადოება ჩამოყალიბდა. ეხლა მართლა ამ ხელა პროტესტი რამდენი დღის განმავლობაში მშვიდობიანი და არის წარმოუდგენელი შეიძლება ითქვას ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ხო? და ამას რომ ხედავ უბრალოდ რაც ივსებით მომავლის იმედით ნათელის სხვანაირის რომელიც მე მგონი მართლა ჩდება საქართველოში. ეხლა რაც შეეხება ბრაზილიას, აქედან მართლა ძალიან შორს არის საქართველო და საქართველოს რეალობა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. საქართველოს არსებობის შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის რა გასაკვირია იყოს, ხო ეს უამრავ საერთოდ ჯეორჯიას ვეძახი ყველა პირველ რიგში მეკითხება ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ არა.
თუმცა როგორც უფრო განვიხილავ რაც უკრაინის კონფლიქტის ნაწილს ახლა თუ გეოპოლიტიკაზე ვილაპარაკებთ ხო ანუ როდესაც ჩვენ საქართველოზე ვლაპარაკობთ ისაც ხდება ყველა მაინც უკრაინიდან განიხილავს ასე ვთქვა და უკრაინასთან მიმართებაში ესეთი რთული ცოტა მოუყვები მაშინ რა ცოტა ესეთი რთული დამოკიდებულება აქვს რადგან ბრაზილიას ალბათ გეცოდინებათ 20 წლის განმავლობაში სამხედრო დიქტატურა მართავდა 64-დან 85-მდე და ამ დიქტატურას ხარდაჭერა ქონდა ამერიკის შეერთებული შტატების. საერთოდ 70-იანებში 80-იანებში აქ ბევრი დიქტატურა იყო და ამერიკელების მიერ ხარდაჭერილი. ასე რომ თავარაც იმპერიალისტურ ძალად ინტელექტუალურ წრეებში ასე ვთქვათ განიხილავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს უბრალოდ წარსულში ასე ვთქვათ და რუსეთის მიმართ რაღაცა სიმპათია ყოველთვის არსებობდა აქედან გამომდინარე ხო როგორც მეორე პოლუსს ასე ვთქვათ თუმცა ამ უკრაინის ომმა ძალიან შეცვალა ეს განცდები თუ ეს რაღაცა მელანქოლია რომელიც აქ არსებობდა ყველამ ძალიან აშკარად დაინახა თუ როგორი რაღაცა იმპერიალისტური და თან ესეთი ომის მოყვარული ქვეყანა ტერორისტული პირდაპირ მნიშვნელობით ხო რაცა პირად რომ კაფიო გახდა ეს მაგრამ მაინც აქვს ეს მომენტი ესეთი გეოპოლიტიკურად რო უყურებს რაც ლაპარაკობენ ხოლმე ორი დიდი ძალის ბრძოლის შესახებ ხო ამას რეალისტური თეორია ქვია გეოპოლიტიკაში რაც უსმენდი ხოლმე რაც სპეციალისტებს და სწორედ რაც ამ ორის ბრძოლას როგორც ორის ბრძოლას განიხილავენ ასე ვთქვა და ნუ უკრაინას ამ როგორც ამ ორის ბრძოლის რაღაცა შედეგს ხედავენ ასე ვთქვა და საერთოდ ეს რაღაცა დიდი იმპერიების მათ თვალით უყურებენ საერთოდ და სამყაროს ასე ვთქვა რა რაც მე ძალიან მაგისიანის ყოველთვის შემონები არ შეიძლება შენ ამხელა მოვლენებს ხო უყურო როგორც მარტო გარეძალების მიერ შექმნილ რეალობას და მე მგონია რომ აი ზუსტად ღევანდელი ამბები ხო ეს ამხელა პროტესტი ხალხისთან ესე მშვიდობიანად სიმღერით ცეკვით რაღაცა ქართულად გაკეთებული ეს პროტესტი მე მგონი ზუსტად იმას ამტკიცებს მე რასაც ვიმეორებ რომ ამ დროს რეალურად ეს პატარა ქვეყნები ხო უკრაინაზე თუ ლაპარაკობთ თან ახალ ქვეყანაზე ლაპარაკობთ ხო წარმოგიდგენიათ ისინიც ყვითავენ თავის ბედს ასე ვთქვათ ხო ერთი რაღაც მინდა ვკითხო მაიკო შეესაბამებით სანდრო ერთი რაღაც მინდა ვიკითხო აი ახლა ჩვენ საუბრობთ და ეკრანზე გადის პარალელურად მაყურებელი ხედავს ძალიან ბევრ კლიპს რომელიც შეიქმნა აი ამ პროტესტის გარშემო იმიტომ რომ სხვათა შორის სწორედ იმის გამო ალბათ რომ ძალიან ბევრი შემოქმედებითი ადამიანი არის ჩართული ამ ყველაფერში თავად ვიზუალური მხარე ამ პროტესტით რომელსაც მე უკვე ჩვენ ვხედავთ სოციალურ ქსელებში თუნდაც ტელევიზიით ძალიან საინტერესოა მე ვიტყოდი და ხანდახან ძალიან შთამაგონებელიც აი ეს კრეატიულია ძალიან ეთყობა რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ ამ ყველაფერს და მაინტერესებს თუ არის ასეთი ტიპი აი ახლა ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი დავუშვათ ბრაზილიურ საზოგადოებაზე აი თავად ადამიანზე რომელიც ცხოვრობს შორს საქართველოსთან და იგივე სოციალური ქსელებით ადევნებს თვალყურს ამ ამბავს ქართველი, რომელსაც ესმის სიტუაცია ზედმეტი ახსნა არ ჭირდება, მაგრამ აი ვიზუალურად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი კლიპი და ასეთი რაღაც პატარა რგოლი ნანახი და ვიდეოები თუნდაც ადამიანები რომლებიც უბრალოდ მღერიან და რეკვიზიტები რომელიც გაჩნდა ხუთის სახით, სათამაშოების სახით, რაღაც სიმბოლოები რომელიც პროტესტის. რამდენად მოდის ბრაზილიამდე მოგწდა ეს მინდა ეს როგორ ჩანს მე ხა ბურთი როგორ არ შეიძლება აქ ანჩანდეს. არა, ის თუნდაც ის, როდესაც ინთება ხოლმე ეს ტელეფონები და ძალიან ლამაზი სანახაობა არის, ყოველთვის ვფიქრობ, რომ როგორ უყურებს ამას მთელი მსოფლიო და სულ მაგ ხოლმე სურვილი, რომ ეს ყველაფერი იყოს ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ ამას ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს მოქმედებს ადამიანებზე ძალიან. კი, მოქმედებს, ეხლა მე მაგალითად არ ვსად და მომწყვეტ კი რა წინა ტალღა იყო, მაგრამ ეს რევი რო გაიმართა პარლამენტის იმ თუ გახსოვთ, ეკუთვნოდა რომ შევარდა პოლიცია. ეს მაგას ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ეს ყველა მეუბნებოდა რომ ეგეც რამე საერთოდ არ ვსწავლნახავთ, როდესაც ამხელა ტალღა არის პროტესტის, მაგრამ ეს აი ისევ და ისე მაგას რაღაცა
ჯერჯერობით ესე რო ხდება ისე მიხარია, რათა ქართული ალბათ მაინც კრეატიულობა როგორც თქვით და რო გადაყავთ ყველაფერი, თუ გადაყავს ყველაფერი ამ რაღაცა ამაზ სპექტაკლში, ასე ვთქვათ, ეს რევიალურად დამოიწყდება თან ამაზე იყო მართლა სფერებში იყო და ასე შემდეგ, ხო, ან რაღაცა ფეხბურთის თამაში მაგას კი ბევრად ხო, ფეხბურთიც ვითამაშეთ რუსთაველზე, სხვათა შორის ეს ალბათ უფრო თამაშდავი იქნებოდა ბრაზილიელებისთვის. სანდრო, იცი კიდე რას ვფიქრობ, მთელი ამ ხნის განმავლობაში სანდროსაც ველაპარაკებოდი ამასთან დაკავშირებით, რამდენად დიდი საშუალება აქვთ დოკუმენტალისტებს დღევანდელ დღეს, რომ რაღაცნაირად ამ პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში, იმიტომ რომ ისევ და ისევ რომ დისტანცირდეთ ამ მოვლენებისგან და ეს დისტანცირება მე ვფიქრობ ძალიან ხშირ შემთხვევაში არის აუცილებელი, იმიტომ რომ როდესაც შენ ამ პროცესში ღრმად ხარ შეჭრილი, ცოტა შეფასებები გიჭირს, მაგრამ რაღაცა მომენტში არ არის ადვილი, უნდა დისტანცირდეთ, რომ შორიდან შევაფასოთ ეს ყველაფერი. აი ხა სულ ვაკვირდები და ის ადამიანები, რომლებმაც ესეთი მძიმე პერიოდი გაიარეს, ხო, მე საუბარი მაქვს აი ნაწამებ ადამიანებზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის, ძალიან რთულია ამის გაკეთება, მაგრამ ამ ყველაფრის გადაღება და რაღაცა ფორმის მიცემა, მათი საუბრის, როგორც დოკუმენტური პატარ-პატარა ფილმების გაკეთება, რომ ეს დარჩეს როგორც ისტორიას, როგორც კრიზისული პერიოდი ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ თან ამავდროულად მომქმედი იყოს აი ამ წამს და დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ დღეს საერთაშორისო მხარდაჭერა ჭირდება ამ ქვეყანას და სწორედ აი ესეთი მსგავსი ვიდეოები და ასეთი სახის დოკუმენტური ფილმების გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროცესისთვის, კრიზისისთვის და როგორც არქივისთვის ამ ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ბევრი რამე არ გვაქვს დაწერილიც კი არა თუ გადაღებული და ბევრი რამე რაღაცნაირად განადგურებულიც არის და დღეს ვიცით რომ არქივებთან წვდომაც კი ზოგ ასე ვთქვათ მკვლევარს უჭირს კიდევაც. რამდენად მნიშვნელოვანი არის აი შენი სფეროს ადამიანებისათვის, ვინც დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, აი ეხლა აი ამ ჟამიერი თუ ასე ვთქვათ ეხლა დაწყება ამ სამუშაოების, რომ პროცესი დაიძრას არა არქივისთვის, არამედ ეხლა. მე მგონი შეცდილობ რომ სანდრო ჩამოიტყო საქართველოში. მე იცით, არა მე შეიძლება გამიშდა. სანდროს ჩამოწყობა, სანდრო შეუძლია იქიდანაც აკეთოს და ამას სულ აკეთებს ყოველთვის. უბრალოდ მაინტერესებს სწორად ვფიქრობ თუ არა მე პირადად, იმიტომ რომ მგონია რომ ეხა ამის დროა, რომ ყველამ დაინახოს უცხოური ინგლისური ტიტრებით რა ხდება ამ ქვეყანაში. არა კი და მე მგონი ხა დოკუმენტურ ფილმს მაინც დრო უნდა, მაგრამ მე რასაც ხედავდა ეს ძალიან საინტერესოა, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი რაცა მართლა ყოველდღიურობას აღწევს და თუნდაც აი ეს წამებაზე რომ ვილაპარაკე ხა შენ ხო მე სამ დღეში იმის გამოდის თუ არა ადამიანი სიტყვაზე დაკავებიდან განთავისუფლებენ თუ არა თუ მოუხდება განთავისუფლება მეორე დღეს დახოვობ ინტერვიუს ამ ადამიანებთან რაღაცა ძალიან ადვილი მესიჯები მოდის ასე ვთქვათ ხო რაცა ხედავ ამ ადამიანს იქამდე მერენაცემს მე ძალიან რთულია და კი და ეს არ არის მარტო დოკუმენტაცია რაც რა თქმა უნდა აუცილებელია თუნდაც შემდგომ და მაგაზე მინდა ცოტა ვილაპარაკო რომ მართლაც აუცილებელია რომ პასუხი აგონ ამაზე ვინც ამას ჩადის და ამას მე ცოტა ბრაზილიის ისტორიასაც მივაგო მე მგონი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისათვის დოკუმენტაცია მოხდეს ხო მაგრამ მეურს მარტო დოკუმენტაციაზე არა ჩვენ დღეს ხონდა ხედავდით მართლა რა ხდება რა და ხონდა ყველა ადამიანმა ვინც რაღაცა სხვადასხვა სოფხედელობა შეიძლება ქონდეს სხვადასხვანაირად ხედავდეს როგორ შეიძლება საქართველოს განვითარდეს ევროპისკენ როგორ უნდა მივიდეს რა გზით მივიდეს ხო ამაში შეიძლება ქონდეს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული ხედვა, მაგრამ როდესაც რეალობა გაქვს, რომ პოლიცია დაკავების შემდეგ ვილაპარაკოთ, ხო, დაკავების შემდეგ ხალხს ასახიჩრებს. ეს ხო აბსოლუტურად არ შეიძლება, როდესაც რეალობა გაქვს, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს ჩვენ. ანუ რაც არის ერთპარტიული, ანუ იმ ფაქტებზე რომ ვისაუბროთ, რომ არ დაჭირდეს ამას რაღაცა ბევრი თეორიული განხილვა რატო და რაღაცა. უბრალოდ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც კანონებს იღებს ამ მომენტში, ხო? და მე ამ კანონებზე შენ პასუხის გაცემა გიწევს. როდესაც ეს მოცემულობა გააქვს, ეს უნდა მიაწოდო აუცილებლად საზოგადოების ყველა ნაწილს, იმ ნაწილსაც, რომელიც ამ რაღაც პროპაგანდის ღრუბელში ამოხვედრილი ასე ვთქვათ. ხო, ამ ადამიანმა უნდა ნახოს, რომ ადამიანი ვიღაცა დაიჭირეს, ახალგაზრდა იქნება ეს თუ არა ახალგაზრდა და დაჭერულზე უკვე როდესაც მოსხელები შეკრული ქონდა ასე ვთქვათ, დაუმტყვიეს ხვირპილი. ეს იქით საით უნდა წავიდეთ, ანუ რაღა უნდა აიმთოს ასე ვთქვათ
რომ საზოგადოების ყველა ნაწილი გაერთიანდეს. მე მგონი რომ ამაში არის ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისა, რომ ეს დოკუმენტაცია ამის ხდებოდეს ასე ვთქვათ და გადაღება და იმ წამს მიწოდება. ეხლა იმასთან დაკავშირებით რომ ეს ყველაფერი უნდა შევინახოთ და არქივები ქონდეს. ხო, ბრაზილიას როგორც გითხარით 20 წლიანი დიქტატორა ქონდა და შემდეგ ამ დიქტატურის მოშორება მოხდა ტრანზიციით, ანუ ძალიან დიდი გამოსვლები იყო აქ სახალხო და სამხედროებმა დათმეს ძალაუფლება, ანუ არ მომხდარა კონფლიქტი. თუმცა ამის სანაცვლოდ მათ დღემდე ხელშეუხებლები არიან, ანუ არავის არ უგია პასუხი იმ საშინელებებზე, რასაც 20 წლის განმავლობაში ჩადიოდნენ. და ეს ესეთი ძალიან ჩემისადმი ძალიან პრობლემატური მომენტია, რომ დღემდე პოლიცია ძალიან სამხედრო პოლიცია ხოს ბრაზილიას. უაღრესად მოძალადეა და კლავს ადამიანს ადვილად ხდებით და ეს ყველაფერი ჩემსადმი გამოწვეულია ზუსტად იმით, რომ არ დაისაჯენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე აწამებდნენ ადამიანებს. რაც დღეს გუშინ მოხდა საქართველოში, ხო, ჩვენ ხელისუფლებაც ძალიან ძალადობრივი ყავდა და არ დაისაჯენ ეს ადამიანები, ну, 1-2-ის გარდა, ხო? იგივე მეორე ეხლა ყავს პოლიცია იქნება და მე უკვე მთავრობა რომელიც აძლევს მას განკარგულებებს, რომელსაც იმის შეგრძნება აქვს, რომ არ დაიჯერებია, ხო? იმიტომ რომ ხო იცი ხე ყველა მის არ არსებობს არანაირი არც დაწერილი და არც სიტყვით ნათქვამი წესი, რომ შენ დაკავებული ადამიანი მე შეიძლება ცემო, ხო ეს ყველა მიცის რომ კანონს აკეთებს რა პოლიციელი იქნება თუმცა უნდა იყოს. თუ რა თქმა უნდა ამ დოკუმენტაციას და ამის ყველაფრის არქივებას და შენახვას აქვს ორივე მნიშვნელობა. პირველ რიგში რომ დღეს საზოგადოება გამოვაფხიზლოთ და ყველას დავანახოთ თუ რა ხდება და წითელი ხაზები გადასულია, წითელი ხაზების გადასულია ერთთავრობა და მეორე მხრივ რომ მე გქონდეს იმის დოკუმენტაცია რომ ეს ადამიანები რომლებიც ამას ჩადიან აუცილებლად დაისაჯონ, რომ არ გამეორდეს კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიაში ის რაც ხდება, იმიტომ ძალიან გავს იმას უკვე რაც გავლენს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა სანდრო, წარმატებები მინდა გისურვო და დაგემშვიდობებით. მშვიდობიან დღეს გისურვებ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მე დიდი სიამოვნებით ნახავდი მე დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც სანდრო კი, გამოგიზონით აუცილებლად. დიდი მადლობა, წარმატებებს დიდი გისურვებ. მადლობა კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ. არ ვარ დაწუნებული რომ იქ დღე არის, მაგრამ ცოტა სხვა კონტინენტს გადავინაცვლებთ. ახლა ამ შემთხვევაში მაიამიში, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის შორიდან უყურებენ ამ პროტესტს. ბევრი ადამიანია ძალიან. სხვათა შორის მე მყავს Instagram-ზე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფოლოვერი, მიმდევარი ეგრეთ წოდებული, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და მაშინ მივხვდი და ვიგრძენი პირველად, როდესაც მე ბუნებრივია ეს აბსოლუტურად ყველანი ასე ვართ, როცა ჩემი ყოველდღიური რუტინა, რომელსაც მიჩვეულები იყვნენ ადამიანები, თუნდაც ჩემი სოციალური ქსელის მეშვეობით, ვინც უბრალოდ თვალს მადევნებდა, გადაიქცა მთლიანად დოშოთ აი ამ პროტესტის მატიანეთ, იმიტომ რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დროების დავაწერო, სად რა ხდება, რომ ადამიანებს უფრო შთაბეჭდილება ჰქონდეთ, რომ დაინახონ რეალურად რა არის და აი მაშინ წამოვიდა იმხელა ტალღა უკუ რეაქციის რაღაც გამოხმაურების და მაშინ ვიხდი რამდენი ადამიანი ყოფილა საზღვარგარეთ, რომელიც მე მიყურებს და როგორი მნიშვნელოვანია მათთვის აი ეს პროცესი და როგორ ხედავენ ამას და როგორ ძალიან დიდი მონდომებით და იმედით აკვირდებიან და აი ამ დროს სადაც გამიჩნდა ეს შეგრძნება, რომ რა საინტერესოა ქართველის რეაქცია, რომელიც ცხოვრობს იქ და როგორ ძლებენ ეს ადამიანები იქ, როცა ხედავენ, რომ თბილისში ასეთი ამბები ხდება და სხვათა შორის მორიგი ჩვენი სტუმარი, რომელიც უნდა ჩაგვერთოს ამ შემთხვევაში მაიამიდან. ის ვერ ძლებს ხოლმე. ხო და ვერ გაძლო ზუსტად ბანდ ვერ გაძლო და ჩამოვიდა. იყო ჩამოსვლის დღიდან იმავე დღეს გავიდა პროტესტზე და წასვლამდე პრაქტიკულად მთელი ერთ კვირაზე მეტი გაატარა პრაქტიკულად რუსთაველის ხამსირზე. ეს არის ბესი ქუთათელაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მაიამიდან გვერდება, ასევე ბესკერ ძალიან კარგი პროფესიონალი, მაიამის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კრიმინალისტი და მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანი. რომელსაც შორის სოციალური ქსელით ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს და ის მაქსიმალურად აკეთებს იმას, რომ აი ამ პროტესტს განავრცობს სოციალურ ქსელში
ხშირად ლაპარაკობს ამის შესახებ. ბეშო მოგესალმებით. ძალიან ადრე დილა მშვიდობისა, ვიცი და უკაცრავად რომ ესე გაგაღვიძეთ, მაგრამ აი ჩვენ ეს გვაინტერესებს, აი შედარებითი ანალიზი რომ გავაკეთოთ, როგორ ჩანდა ეს პროტესტი შორიდან, სანამ შენაკვირდებოდი სახლიდან ამ ყველაფერს და ჩამოხვედი, გახვედი, აი ამ ხალხთან მიხვედი უშუალოდ და სხვათა შორის ბეშო იყო აქ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყოველღამე ძალიან ინტენსიური დარბევები ხდებოდა, ამიტომ ის თვითხილველია ამ პროცესების. და მაინტერესებს, აი რა შეგრძნებები იყო და უშუალოდ მანამდე როცა ამას უყურებდი შორიდან, როგორ ხედავდი ამ ყველაფერს და როდის ჩამოხვედი და უშუალოდ დადექი რუსთაველზე, როგორ დაინახე? მოგესალმებით ყველას, აქ დილის 4 საათია. მაგრამ თქვენთან საუბარი არის ყოველთვის ძალიან ძვირფასი ჩემთვის. მადლობა მოწვევისთვის. მე ჩამოვედი პროტესტის მესამე დღეს, მე კვირას ჩამოვფრინდი. რა თქმა უნდა, უყურებდი ამ ყველაფერს 2-3 დღის განმავლობაში და ძალიან განვიცდიდი. მას შემდეგ რაც დავინახე ახალგაზრდა ადამიანი წაქცეული ტროტუარზე, რომელსაც სახეში ჩაახეთქეს წიხლი, ეს იყო ჩემთვის უკვე გაუსაზრდელი მდგომარეობა. მაშინ ვიხიდე ბილეთი და სულ რამდენიმე საათში გადმოვფრინდი. ასეთი რამე ჯერ არ გავიქეთებია. მაიამი და საქართველოში სულ რამდენიმე საათში გადმოვფრინდა. და როდესაც ჩამოვედი და პირდაპირ აეროპორტიდან წამოვედი რუსთაველზე, იქ ვიგრძენი საოცარი შვება. იცი ძალიან ბევრი არის ემიგრაციაში და ხალხი ძალიან განიცდის. აი შეგრძნება რომ აგიხსნათ დაახლოებით არის როგორც თითქოს და ოჯახში ხავს გარდაცვლილი ოჯახის წევრი და შენ იქ არ ახარ, სადაც შენი მთელი ოჯახია. აი იმის განცდა, იმის ეკვივალენტური განცდა და ბევრი იმიგრანტს ვიცი რომ ეს გამოუცდია. და როდესაც მე იქ ჩავედი და დავინახე ეს ენერგია, ეს სინერგია, ეს თანადგომა, ეს სიყვარული, ეს ხო საოცარი გამოცდილება ჩემთვის. ამას არაფერში არ გავცვლი. 10 ღამე გავათენე რუსთაველზე, პირველი დღე იყო განსაკუთრებით მძაფრი. იმავე დღეს კვირას მე ვიღაც ახალგაზრდას გადავეფარე და სპეცრაზმელები გამომეკიდნენ, სადღაც სადარბაზოში შევარდი და არაჩვეულებმა ოჯახმა შემიფარა, სადაც უკვე 20 ადამიანი იყო შეფარებული, მე რომ შევედი და მხოლოდ დილის 9-10 საათზე გამოვედი და წავედით დავიშალეთ სახლებში. დავინახე ბევრი ცემა, განსაკუთრებით შევესწარი ბესიკის ქუჩაზე, ბესიკის ცენტრში ცემა, სადაც ჩემის აზრით და სხვადასხვა მე არა ვარ კრიმინალისტი, მე ვარ კრიმინოლოგი და სისხლისამართლო წარმოების სპეციალისტი, ცოტა სხვა რამეა. მაგრამ მაქვს გამოცდილება და ცოდნა სამართალდამცავი სისტემების ფუნქციონირებაზე, სამართალდამცავების მომზადებაზე, ტრეინინგზე და რაც მე დავინახე ბესიკის ქუჩაზე, ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ნამდვილად ეთყობოდა გამოცდილებაც და ყავდა თავისი ლიდერი, ისე ოპერატიულად ჯგუფურად შეიჭრა შენობაში დაარბიეს, ცემეს და დატოვეს. ეს არ იყო უბრალოდ ქუჩიდან აყვანილი ხალხი ჩემთვის. ეს იყო შესაძლოა რამოდენიმე კიტუშკაც იყო, მაგრამ ეს იყო ყველა ნიშანი იყო იქ, რომ ეს იყო გადაცმული სპეციალური რაზმების წარმომადგენლები. ძალიან რთული იყო ასევე გაზის, მე გაზთან არანაირი გამოცდილება არ მქონია. ამ 10 დღის განმავლობაში ბევრი რამე გავუცადე. მაგრამ რთული იყო განსაკუთრებით სამშაბათს, ანუ ეს იქნებოდა პროტესტის ალბათ მეხუთე დღე. გაუშვეს ძალიან ბევრი რაოდენობის გაზი, შესაძლოა შემცველობაც იყოს სხვა. ბევრი ადამიანი ჩვენს გარშემო შეწუხდა და პროტესტის მონაწილეებმა ოპერატიულად გაიყვანენ. ესეც საოცრად იყო ორგანიზებული ეს ყველაფერი, მაგრამ მას შემდეგ დამეწყო საკმაოდ მძიმე თავის ტკივილი და თითქოს და მეგონა რომ ეს იყო რაღაც ერთდღიანი საქმე, მაგრამ ეს ახლაც კი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ მე საკუთარ ჯანმრთელობაზე ახლა ძალიან განვიცდი, მე ვარ კარგ პირობებში, სადაც თავს შემიძლია მივხედო, მაგრამ ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან განვიცდი იმ ახალგაზრდების ბედს,
რომლებსაც ხოდამდელად სხვადასხვა ამაზე ბევრი ლაპარაკობს უკვე როგორი შეიძლება გავრცობელი დროში გაწერილი რაღაცა ტიპის შედეგი ჰქონდეს ამ თუნდაც აი ამ გაზის მუდმივ შესუდგას ეს ერთი რაღაც მინდა დავაზუსტო აი ეხლა ამ შემთხვევაში რაც შენ თქვი რომ ჩამოვედი და ვიგრძენი რაღაცა ოცარი სიყვარული სითბო ამ ადამიანებთან ერთიანობა უფრო დამშვიდდი არის თუ არა აი ეს გზნობები ის რასაც დაუშვათ თუნდაც სოციალურ ქსელში შენს მიერ ნანახი ვიდეოები აი ის ვიზუალური ხაზი რაც თან სდევს ამ პროცესს რომელიც აღწევს ამ შემთხვევაში ადამიანებამდე რომლებიც არიან სხვაგან შორს რამდენად არის თანხვედრაში რეალურ პროცესთან თუ აი ეხლაც ალბათ აგძელებ ხო ყოველდღიურად ყურებას იმის თუ რა ხდება რამდენად აღწერს აი ეს ვიდეოები თუნდაც აი ეს პოსტები ეს რაღაც პატარ-პატარა კლიპები აი იმას თუ რა ხდება აქ და ასევე ძალიან საინტერესოა ამერიკაში იმიტომ რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქციის პერიოდია თავად ამერიკაშიც რამდენ ლაპარაკობენ საქართველოს შესახებ და რამდენად ხედავენ პირდაპირ მნიშვნელობით რამდენიმე კითხვა მე მგონი ეს ჟურნალისტური საქმიანობა არის არაჩვეულებული ეს იყო პროფესიონალიზმის უმაღლესი დონე რაც დავინახე პირადად არის სრულად აღწერს რასაც ვხედავდი მაგალითად ვიდეო კლიპებით და ჟურნალისტური გამოცდილებით და თქვენ არაჩვეულებრივ რეპორტაჟებს აკეთებთ პირდაპირ ეთერში. მე კომპლიმენტებზე ას გამო არ მიკითხავს ეს ნამდვილად ეკუთვნით ყველა კომპლიმენტი ჩვენს კოლეგებს რომლებიც იქ ყოველდღე მუშაობენ. კი ნამდვილად გავსაზრდელს პირობებში. ერთადერთი სხვაობა ჩემს წარმოსახვასა და პირად გამოცდილებას შორის იყო ის რომ დავინახე რომ აქციაზე არის ბევრად უფრო მეტი ახალგაზრდა ბავშვი ამ სიტყვის მნიშვნელობით იმიტომ საუბარი 14-15 წლის ადამიანზე რომელიც მე დავინახე პირადად და რომ ამბობდნენ რომ არიან იქ ბავშვები თითქოს და ბევრმა ეს წარმოიდგინა რაღაც გადაჭარბება და არანაირი ბავშვები იქ არ არიან არის დასწული ადამიანები არა იქ ნამდვილად იდგნენ ბავშვები განსაკუთრებით დილის ასე რომ ვთქვათ 4-დან 7 საათამდე პერიოდში სადაც დარბევა და ძალადობა ხდებოდა იქ რჩებოდნენ ძირითადად თინეიჯერები და ჩემი მიზანიც რომ გამეგამეთენებია იყო სწორედ ეს რომ როგორმე იქ ყოფილიყავი რაღაცნაირად დამეცვა თითქოს და მე ალბათ ისედაც არ მერჩოდნენ მაგრამ იქ იდგნენ ბავშვები ბევრად უფრო მეტი ბავშვი ვიდრე მე წარმოვედგინე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაც ხდება ამერიკაში საქართველოსთან მიმართებით საქართველოსზე ამერიკაში არავინ არ საუბრობდა გაზაფხულის მარტის აქციებამდე ალბათ მთელი 10 წელი საქართველოსზე ძალიან იშვიათად ვინმე საუბრობდა ვაშინგტონში და რა თქმა უნდა ფლორიდაშიც იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით დღის წესრიგში რაც მარტის აქციებმა გააკეთა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიიღეს კანონი თუ არ მიიღეს კანონი ამ აქციებმა დააბრუნეს საქართველოს დღის წესრიგში სადაც ну ახლა შემთხვევით ვიციან რომ ამ ქართული გვარი მაქვს ან ქართული ვარ და ასე შემდეგ და დაიწყო ხალხმა კითხვების დასმა მე მიწევს ვაშინგტონში ძალიან ხშირად სიარულიც ის მეცნიერებათა აკადემიაში არის თეთრსაფშიც და ასე შემდეგ სხვადასხვა წრეებს ვხვდები დიდი წრე არ მაქვს მაგრამ მაქვს წრე რომელიც განიცდის ახლა რა ხდება საქართველოში ეს კითხვები გაათმარდა ასე რომ ვთქვათ ამ სოციალური მედიის გამო იმიტომ რომ უყურებს ხალხი ვინ დგას ქუჩაში როგორ იბრძვიან და ამერიკელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ პატარა ერის და ახალგაზრდობის ასეთი თავგანწირული ბრძოლა თან ამის მშვიდობიან ჩარჩოებში ჩატევა ამ რუსული ურჩხულის წინააღმდეგ ეს იდეალი რაღაც თითქოს და მითოლოგიური ამერიკელებისთვის არის ძალიან საინტერესო მე ახლა ვერ ვიტყვი რომ საქართველოსზე იძინებენ და იყვიცებენ მაგრამ ძალიან ბევრმა გაიგო საქართველოს შესახებ
და ამ ბრძოლის შესახებ და მე მაშინ როდესაც გაიგეს რომ მე წამოვედი დასეს სწრაფად და 10 დღე მათ ვიყავი 10 დღე ამეყავთ აი ეს რომ ჯეტლეგის პრობლემაც არ მქონია აი ეს გითხრა ამერიკულ დროზე იყავით სასტაციაში ხავს პრობლემა იყო მოგვარებული იმიტომ თითქოს დღეს ცდილობდი ცოტა დასვენება და გამევაკითხავი ძალიან ბევრი მეკითხებოდა რა ხდებოდა და თუ სიტუაცია მართლა ისეთი მძიმე იყო როგორც ამას აჩვენებდნენ ჟურნალისტები და რა თქმა უნდა მე უნაუდიტი ბესო ძალიან დიდი მადლობა ასე ადრე თქვენი დროით ჩართვისთვის და საინტერესო მოსაზრებებისთვის წარმატებები მინდა წარმატებები და მშვიდობიანი დილა და დღე გქონდეთ და ვეცდებით რომ ასე ადრე არ გაგაღვიძოთ მომო ჯერზე მაგრამ ვეგელოდებით ისევ თბილისში დაგემშვიდობებით მე დროს და მე ვაფრებ დაბრუნებას რაც შემეძლება უბრალოდ რაღაცები უნდა მოვაყარო და მინდა იქვე დავუდგე ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის მადლობა დიდი და საინტერესოა შორიდან დანახული საქართველოს შემდგომ თბილისში განცდილი ემოციები საინტერესოა და ეს იმდენი ადამიანია ახლა ასეთ მდგომარეობაში ვისაც უბრალოდ არ შეუძლია ნამდვილად რომ დატოვოს ყველაფერი დაждდეს თვითფრინავში ჩამოვიდეს მაგრამ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი წერს მართლა ყოველდღე ინსტაგრამზე რომ აი რომ შემეძლოს რომ მანდ ვიყო რომ შემეძლოს რომ მანდ ვიყო და ამიტომ მინდა ხოლმე რომ აი ჩემს მეგობრებსაც უთხრა ვინც ვიცი რომ ძალიან აქტიურია თუნდაც სხვადასხვა სოციალურ ქსელებში არ დავასახელებ აქვს მნიშვნელობა აი ამ ვიდეოებს აქვს თუნდაც აი გადაზიარებასაც აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ის ადამიანები რომლებთანაც უნდა მივიდეს ვიდეო რომლებიც შორს მართლა ძალიან შფოთავენ და ეს შეგრძნება მეც ესევა როდესაც შორიდან ვუყურებ ძალიან ნერვიულობ და როცა იქ ვდგავარ თუ მივდივარ რუსთაველზე იმ წუთიდან ვარ აბსოლუტურად მშვიდად და აი ეს შეგრძნება არის ნამდვილად როდესაც შენ იცი ზუსტად რა ხდება ამიტომ ყველას ვინც ასეთ ვიდეოებს აკეთებს ვინც აზიარებს ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი ამას აქვს აზრი და აი ესეთი ტიპის პარალელურ ბრძოლას აქვს აზრი იმიტომ რომ აქ უნდა თქვა ერთი რამ აუცილებლად საშინელი მანქანა პროპაგანდისტული მუშაობს დაუღალავად ეს არის ძალიან კარგად აწყობილი დიდი ხანია გამოცდილი მანქანა რომელიც პლუს ეყრდნობა კიდევ უფრო გამოცდილი სპეციალური სამსახურების ასე ვთქვათ სქემებს რომლებიც აქვე მეზობლად გვყავს და ჩემი აზრით ამ ასეთი ტიპის პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეს ინფორმაცია რომელიც იქნება ასეთივე მძლავრი ემოციური და ნამდვილი და ამის გარდა სამწუხაროდ არ არსებობს სხვა ხერხები და ამიტომ ჩემი აზრით ეს ხერხი ეს ვიზუალური ხერხი თუნდაც ეს კლიპები ყველაფერი აბსოლუტურად არის უარსეს მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელი აუცილებლად დაგეთანხმები სალომე ძალიან დიდი მადლობა და მე ძალიან ბედნიერი ვარ მე ძალიან ამაყი ვარ რომ მთელი მსოფლიო ხედავს როგორ აფრიალებს ევროკავშირის ლურჯ ოქროს ვარსკვლავებიან დროშას ქართველი საქართველოს მოსახლეობა საქართველოს ახალგაზრდები და ეს არის ძალიან კარგი იმიტომ რომ ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის ევროპულ დემოკრატიულ მომავალს და ამას ხედავს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი მადლობა სალომე საინტერესო პერსპექტივისთვის და საინტერესო სტუმრებისთვის რომლებმაც სხვა პრიზმიდან დაგვენახეს ეს პროცესი ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ მარინა ბერძესთან ერთად დავბრუნდებით მუსიკალური ამბებით ამიტომ დაგვალოთ